ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. უკვე 17 დღეა ჯორჯიან მანგანიში დასაქმებული მაღაროელები და მათი მხარდამჭერები ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ. ამ მიზნით ისინი ხვალ ჭიათურის მერიის პიკეტირებას აპირებენ. ამბობენ, რომ პროტესტს მშვიდობიანი ფორმა ექნება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა კომპანიამ დაფაროს 3 თვის დავალიანება. მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს და საწარმოო პროცესი აღდგეს. საწარმოს მმართველი კომპანია ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ამბობს, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს. მიზეზად 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კომპანიამ ფინანსური პრობლემები და წამგებიანი წარმოება დაასახელა. პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით შემოსავლის გარეშე ჭიათურაში 3500 ადამიანი დარჩა. ამ თემაზე საუბარს ახლა სტუმართან ერთად განვაგრძობთ. მოამბე რეგიონების კითხვებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაღაროელი რამაზ ნეფარიძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო რამაზ და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. გამარჯობათ მარიამ. Bodici bagă, reuați de cuia saheli, reuați de Parizeu, din Madova, ჩასვლისთვის და მოწვევისთვის. ბატონ რევაზ, პირველ რიგში მინდა კითხოთ მოთხოვნების შესახებ, რა არის 17 დღიანი უწყვეტი პროტესტის მიზეზი და რა სიტყვით? მარიამ, ჩვენ ახლა მოთხოვნებზე რო ვისაუბროთ, ძალიან დიდი დრო დავკარგავთ და ამიტომ მოთხოვნებზე ისედაც ბევრი გვაქვს დასაუბრები და მე მინდა რომ რეალურ ფაქტებზე ვისაუბროთ, დღევანდელ სიტუაციაზე ვისაუბროთ, ახდება დღეს ჭიათურაში და მინდა ვისაუბროთ ხვალიდე დღეზე რა. თუ შეიძლება დავიწყებ და ვიტყვიდო, დღეს ჭიათურაში არის უმძიმესი ეკონომიკური კოლაფსია, დღეს არის საგანგებო მდგომარეობა ჭიათურაში გამოცხადებული, ასე რომ ვთქვათ, ჭიათურაში ნოემბრის შემდეგ 3500 კაციანი კოლექტივი გადავიდა 60%-იან რეჟიმზე, ანაზღაურების 60%-იან რეჟიმზე და ეს უნდა დასრულებულიყო 1 მარტს. ჩვენ მიუხედავად დიდი მოლოდინისა და დიდი იმედებისა, გაგვისურდა ყველანაირი იმედი, არ შეასრულა კომპანიამ თავისი დანაპირები, არ გადაიხადა 60%, უკვე 2 თვეა და 3 თვეა არ ჩაგვიწვია ის კუთვნილი 60% და ხალხი არის დარჩენილი ყოველგვარი სახსრების გარეშე დღესდღეობით და როგორც განაცხადეს 7 მარტს მათმა რო წყვეტენ მიწისქვეშა მოპოვებას ჭიათურაში. ეს არის ჩვენი ქალაქის დაღუპვის ტოლფასია. ჩვენ ქალაქს აქვს უდიდესი ისტორია აქვს. მარიამ, როგორც იცის თელმა საქართველოს და თელმა მსოფლიომ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. აქ 1879 წლის შემდეგ მოიპოვება მანგანუმი. არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მსოფლიოს ინდუსტრიის განვითარებაში ჭიათურის მარგანეც შავი ოქროს ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის. დღეს დავჭით უფუნქციოდ, ფაქტიურად დღეს დავჭით შემოსავლის გარეშე და დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი იმედი და შანსი გადარჩენისა. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა დღევანდელ დღეს არის, რომ ჩაირიცხოს დავალიანება უახლოეს დღეებში, აი ხვალზე უახლოეს დღეებში ჩაირიცხოს დავალიანება და აღდგეს სამუშაო პროცესი. სამუშაო პროცესი უნდა აღდგეს, უნდა დასაქმდეს ყველა მაღაროელი და ყველა დამხმარე ობიექტი, რომელიც მუშაობდა 1 მარტამდე. რომელიც მუშაობდა 1 ნოემბრამდე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა მყისიერად. არ არსებობს არანაირი პრობლემა, რომელი პრობლემაც კომპანიის მხრიდან თუ არ წარმოიქმნა ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის სამსახურის აღდგენას ჭიათურაში. ჩვენ მოვითხოვთ. ბატონო რევაზ, კითხავთ, მოთხოვნებზე საუბრობდით. საინტერესოა, თუ გქონდათ ბოლო პერიოდში რაიმე ტიპის კომუნიკაცია თვითონ კომპანიასთან, რა სახის კომუნიკაცია იყო და რას გეუბნებიან თქვენ პირადად მაღაროელებს და დასაქმებულებს? ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გქონია კომპანიასთან, გარდა SMS-ისა. SMS-ით მოგვივიდა შეტყობინება, რომ კომპანია წყვეტს მიწისქვეშა სამუშაოებს. შემდეგ სატელევიზიო ჩართვებში, რაც განაცხადეს კომპანიამ, შეიტანა სარჩელი და ლიკვიდაციას აცხადებს კომპანიისას. რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. რატომ ხდება ეს, ჩემამდე არ ზადეს. მე არ თუ ნებას მომწევთ, მე უბრალოდ აგიხსნით რა. ჩვენ როგორ მდგომარეობაში ვართ ჩვენ და როგორ შეიძლება მუშა პროცესის აღდგენა. მე გუშინას მივმასწრე ეკონომიკის მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს
რომელიც ასევე არის ვიცე-პრემიერი და მე მინდა კიდევ ერთხელ მივასწრო ბატონ ლევანს. ბატონო ლევან, თქვენი ჩართულობით, უშუალოდ თქვენი ჩართულობით შეიძლება შეექმნას ჯგუფი, რომელიც ჯგუფიც უახლოეს დღეებში გადაწყვეტს ჭიათურაში მუშა პროცესის აღდგენას. უახლოეს დღეებში. დიახ, მოთხოვნებზე უკვე ვისაუბრეთ და მინდა გკითხოთ, რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მაგალითად, საუბარია, რომ ხვალაპირებთ ჭიათურის მერიის შენობის პიკეტირებას. რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, როგორია თქვენი გეგმა? მარიამ, ახლა მე მინდა საზოგადოებამ გაიგოს კარგად და მე მინდა ახლა უფრო ვისაუბრო საქმეზე, ვიდრე პიკეტირებაზე და ბლოკირებაზე და დესტრუქციულ ქმედებებზე. მე ახლა ერთი რამე მინდა რომ ვთქვა რა. ჩვენ მაღაროელები განსაკუთრებული ადამიანები ვართ. განსაკუთრებული იმით კი არა რომ ზედმეტი ან სხვაზე კარგი რამე გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მშრომელი ხალხი. ჩვენ ვართ სპეციალისტები. ჭიათურას ყავს ისეთი გუნდი მაღაროელების, სამთუელების, დაწყებული დაბალი საფეხურიდან დამთავრებული ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალამდე და მაღალ საფეხურამდე. ჩვენ თუ სახელმწიფოს ნება იქნება, ჩვენ ავამუშავებთ ამ წარმოებას, როგორც სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ და სახელმწიფოს ჩართულობის ქვეშ. როდესაც მე ვაცხადებ, რომ პირველ ძნელობას მუშაობა შეწყდა და 60%-ზე გადავედით, ჩვენ გარკვეული ჯგუფები დავტოვეთ მაღაროებში, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პირველ მას მუშაობა დაწყილიყო. დღეს ჩვენი მაღაროების მდგომარეობა როგორია, იცით? აი დღეს მე მაგალითად მუშაობ მღვიმევის მაღაროზე. იქ დარჩენილმა ჯგუფმა, რამოდენიმე ადამიანმა, ალბათ 15-მა გააკეთა ყველაფერი, იმუშავა, გადამაგრება გააკეთა, აბსოლუტურად გამზადებულია მაღარო. დღეს რო შევიდეთ, დღესვე დაიდება გეგმა. არ არსებობს, რომ გეგმის შესრულება არ მოხდება და ისეთი რაღაც მოხდება, რომ კომპანია ფინანსურ ზარალს განიცდის, მაგრამ აქ ახლა უკვე კომპანიაზე საუბარი აღარ არის. აქ კომპანიაზე აქ საუბარია სახელმწიფოზე. სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. ჩვენ იმდენი ამაგი მიგვიწვის ჩვენი ქვეყნის წინაშე და არამარტო ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჭიათურის მანგანუმმა ააშენა საქართველოში მეტალურგიული ქარხანა რუსთავში, ზესტაფონის ფეროშედარდობთა ქარხანა და სულ გუშინდელი დღეს რო გავიხსენოთ, უახლოესი წარსული. როდესაც პანდემია იყო 5 წლის უკან საქართველოში და მსოფლიოში, როდესაც ყველა გამოკეტილი იყო, გამოკეტილი რო იყო მთელი მსოფლიო გამოკეტილი იყო და ფანჯრების გამოგებასაც ვერ მედავდა. ჩვენ 24 საათი, კვირაში 7 დღე შრომობდით მუხჩაუხდელად. შრომობდით, ერთი დღეა ჩაგვიგდია, გარდა აღდგომისა და გარდა ახალი წელისა. შობასაც მუშაობდით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მუშაობდით. მუშაობდით მარიობას, მუშაობდით გიორგობას. მუშაობდით ჩვენ რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოშლილიყო. ისედაც ჩამოშლილი პანდემიის პერიოდში. და ჩვენ შევძელით შეუძლებელი. ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდი, პროფესიონალები. დაწყებული გვირაბგამყვანიდან, ელმავლის მემანქანიდან, ამფეთქებლიდან, მებიგიდან, რკინიგზელიდან, მენეჯმენტიდან, რომელსაც შეუძლია მაღაროების მართვა და გეგმის დადება. გეგმის დადება შეიძლება დღეს. ბატონ რევას, გამოდის რომ თქვენ პრობლემის გადაჭრის მთავარ გზად გესახებათ სახელმწიფოს ჩართულობა და ის რომ სახელმწიფომ აიღოს მართვის სადავები თავის ხელში, ხომ? ეს ასე გამოდის. კიდევ ერთხელ მივასწავ ბატონ ლევან დავითაშვილს. ბატონი ლევანი ეს უაღრესად კეთილშობილი ადამიანი და თუ ბატონი ლევანი გამოყოფს კომისიას, უშუალოდ ჩაერთვება, თუ ჩამობრძანდება ჭიათურაში, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება. რომ ჭიათურის მაღარო შეიძლება დღეს რაღაც ეტაპზე გარკვეული პრობლემების გამო შეიძლება დღეს რაღაც ეტაპზე პირდაპირ მოგებაზე ვერ დაждდეს. თორემ ხვალზე ისეთ მოგებაზე დაждდება, რომ არა მარტო ჭიათურას, არამედ საქართველოს გამოადგება არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოშია საჭირო ჩვენი მადანი. ჩვენ უნიკალური მადანი გვაქვს. და კიდევ ერთი მინდა რომ ვთქვა რა, მარიამ, კიდევ ერთი მინდა რომ ვთქვა, მე მინდა საზოგადოებამ გაიგოს. რომ 10 წლიანი გეგმა დევს, როგორ უნდა იმუშაოს მაღარო. აი 9 წლის შემდეგ რა უნდა გააკეთოს.
ის იცდებს. დაწერილია ჩვენმა სპეციალისტებმა, ჩვენმა ბაქშეიდერებმა, ჩვენმა გეოლოგებმა, ჩვენმა ინჟინერებმა ეს გეგმა შეადგინეს. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ერთი წამი მინდა რაღაც ერთი წუთი, ნახევარი წუთი რა, ნახევარი წუთი რა. გისმენთ რა თქმა კიდე არ შემიძლია, არ შევეხო შუქრუთის პრობლემას. კომპანია აცხადებს, რომ შუქრუთის გასჩერებამ გამოიწვია ჩვენი ძირითადად ზარალი. მე ახლა მინდა ერთი წინადადებით მინდა თქვა, დღეს შუქრუთში ტრიალებს კატასტროფა. იგრევა სახლები, იგრევა გზები, დაიხურა სკოლა. ერთადერთი მოსასწრები, რომელიც ქონდა სოფელს, დაინგრა. და როცა კომპანია 70% ბადანს მოიპოვებს ერთ სოფელში, სადაც 300 ოჯახი ცხოვრობს, 300 ოჯახამდე, 300-იც არა. ის 300 ოჯახი უნდა იყოს კმაყოფილი ყველაფრით, საცხოვრისით და უნდა იყოს ყველანაირად კმაყოფილი. ამხელა ბადანს და ამხელა სიმძლეს ერთი სოფელის ფლობს. იმ სოფელს არ უნდა ქონდეს არანაირი პრობლემა. გაიგეთ ქალბატონო მარიამ, ცოტა ვღელავ ახლა, იმიტომ რომ შუქრუთის თემა ესეთი თემაა, რომ არ შეიძლება შუქრუთს ეკისრებო და არ იღებო. გასაგებია. კი, მესმის რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მოამბე რეგიონების კითხვებს. პროტესტის მონაწილე მაღაროელი რევაზ ნეფარიძე პასუხობდა.